ბაქოში ანტრეს მეათე, ქართული ანტრეს მეათე კაფე ბაკიხანოვის პროსპექტზე გაიხსნა და როგორც BMG-ის კომპანიაში განუცხადეს აზერბაიჯანში ქსელის განვითარებისთვის 300,000 ევროს ინვესტიცია განახორციელეს და დამატებით 7 ადამიანი დაასაქმეს. მინდა იცოდეთ რომ დღეისთვის ანტრეს 157 თანამშრომელი ყავს მარტო აზერბაიჯანში დასაქმებული და ანტრეს თანადამფუძნებელი ჟან-მიშელ შარლი აღნიშნავს რომ ქსელის გაფართოება მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული. არტიზანული საცხობი და კაფეს ქართული ბრენდი აზერბაიჯანის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ შეერთებულ შტატებშიც გეგმავს შესვლას. რესტორნების ქართულმა ბრენდმა ანტრემ საერთაშორისო გაფართოება დიდი ბრიტანეთის ბაზრით დაიწყო 5 წლის წინ 2021 წელს თუ არ ვშტები და მას შემდეგ ქსელი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთსა და აზერბაიჯანში ვითარდება. დღეისთვის ანტრეს 3 ქვეყანაში 30 ფილიალს მართავს. დიახ, ქართული ანტრე არის წარმოდგენილი თბილისში 16, ბაქოში 10, ხოლო ლონდონში 4 ობიექტი. წარმატებები ქართულ ბრენდს.